მშვიდობის. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ კიკბოქსინგზე. ეს არის სპორტი, რომელიც აერთიანებს როგორც უკვე თქვით ძალას, სისწრაფეს, მოქნილობას, გამძლეობას და უფრო და უფრო პოპულარული ხდება ყოველდღიურად. რეალურად რატომ ირჩევენ ამ სპორტს, რისთვის არის კარგი? ჩვენთან ერთად ისაუბრებს დავით ქირია, მსოფლიოს 4 გზის ჩემპიონი კიკბოქსინგში. დავით, დილო მშვიდობის. რით განსხვავდება კიკბოქსინგი სხვა საბრძოლო სპორტებისგან და რატომ გახდა ესეთი პოპულარული? კიკბოქსინგი არის უნივერსალური სპორტი, რომელიც აერთიანებს კრივს და კარატეს, ანუ ფეხის დარტყმებს და ეს realობაში ძალიან საინტერესოს და ლამაზ სპორტის სახეობას. დავით, ვის შეუძლია ამ სპორტის დაწყება, ანუ ის შესწავლა, სწავლადრო უბრალოდ სიარული, თუნდაც განტვირთვის მიზნით, ან ცხოვრების ჯანსაღი წესისთვის, ვის შეუძლია, რა საკიდან შეგვიძლია და კვირაში რამდენი დღე? ნებისმიერ მსურველს, ვისაც აქვს სურვილი ივარჯიშოს და იცხოვროს ჯანსაღი ცხოვრების წესი და დაიკავოს სპორტული აქტივობით, შეუძლია ნებისმიერ ადამიანს განურჩევლად სქესისა და ასაკისა, რადგან ჩვენ გვაქვს 6 წლის ასაკიდან სპორტსმენების მოზარდების მიღება და როგორც პროფესიონალური ჯგუფები, ასევე გვაქვს სამოყვარულო ჯგუფები, ასე რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია რომ მოვიდეს სავარჯიშოდ და მოყვარულ დონეზე ვარ, მაგალითად არ მაქვს. მინდა თუ ჭირდება თუ არა რაიმე გამოცდილება იმისთვის რომ ავითვისო კიკბოქსინგი, რამე ფიზიკური მომზადება არის ამისთვის საჭირო თუ უბრალოდ მოვედი დამწყები ვარ და შემიძლია დავიწყო. ნებისმიერ მზადებას ჩვენ ვიწყებთ ჩვენთან დარბაზში, რადგან გამოუცელი ადამიანი, როდესაც მოწევს დამწყები, ჩვენ შესაბამისად გვაქვს თავისი ეტაპები, რომელიც უნდა გაიაროს. ეს არის პირველ რიგში ტექნიკის შესწავლა, შემდეგ ფიზიკური შესაძლებლობის განვითარება, შემდეგ სპარინგებსაც ვიწყებთ, მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ ტანჩი მუშაობით, შემდეგ გვაქვს რა თქმა უნდა დამცავები, მაგალითად თქვენ რასაც მოაქვს ფუტები, დამცავი კბილების დამცავი კაპი, თავის დამცავი ეგრეთ წოდებული შლემი, რომელი ეკიპირებასთან ერთად ვარჯიშობენ ჩვენ დამწყები სპორტსმენები, ასე რომ ის ყველა უნარები, რაც თქვენ ჩამოთვალეთ და თვისებები, ის იმას ჩვენთან გადის ადამიანი. ანუ თქვენ სწორად თქვით, რომ აუცილებელი არის აღჭურვილობა უსაფრთხოებისთვის, იმისთვის, რომ ნაკლები ტრავმა მივიღოთ. მე იცით რა მაინტერესებს, პირველი დამწყები ნაბიჯები რა არის, რაც სამოვედი, უკვე აღჭურვილობა მაქვს, მზად ვარ იმისთვის, რომ დავიწყო კიკბოქსინგი, პირველი რით ვიწყებ? რა სწავლობ? დგომას, ხელის დარტყმას, რა არის პირველი გაკვეთილი? პირველი გაკვეთილი არის, რა თქმა უნდა, დგომის შესწავლა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის და ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, რომ თავიდან ამ საწყისი ეტაპების შესწავლა ძირფესვიანად არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან თუ ჩვენ რაღაც ტექნიკას არასწორად ვისწავლით, მე მის გადაკეთება არის ძალიან რთული, ასე რომ ამიტომ თავიდანაც სწორად უნდა ვისწავლოთ. თავიდან სწორად დავიწყოთ, დიახ, შესწავლა ამ სპორტის სახეობის. პირველ რიგში არის დგომი. აბა, ეხლა გვასწავლეთ დგომი, მაყურებელმა რომ კარგად ნახოს, როგორ უნდა დავდგე. ჩვეულებრივ ჩვენ დგომი, როგორც აი სიარულის დროს ვდგავართ, ხო? აი თეთროს სიგანეზე გვაქვს ფეხები და ერთი ნაბიჯით მივდივართ წინ. მარცხენა ფეხი. დიახ. თქვენ შემთხვევაში მარცხენა ფეხი. შემდეგ 45 გრადუსით ტრიალდებით. ასევე ტერფი ტრიალდება 45 გრადუსით, ხელებს ზევით. მარჯვენა ხელი უნდა იყოს, მარჯვენა ხელის იგავი უნდა ფარავდეს მუცელს, მუშტი ყბას. მარცხენა ხელი მხარი ფარავს ყბას და წინა მუშტით უნდა ვაკონტროლოთ დისტანცია. პირობითად დისტანციის კონტროლი ნიშნავს რას? როდესაც ჩვენ დარტყმას უშვებთ, დარტყმა უნდა ჩავსვათ. ანუ ჯერ მიდის მუშტი პირდაპირ და შემდეგ ტრიალდება. გასაგებ, ანუ წინ და მერე ტრიალდება. მუშტი თუ არ ჩასვლა, ანუ ტექნიკა სწორად თუ არ აკეთებ, იმის შანსი არის ნაკლები, რომ მოწინააღმდეგე მაგალითად დავაზიანო. სპორტული შეჯიბრების დროს. არ დაგვაგვიდეს შემოწიება, ცოტა ვდებით, ან შემოწიება, აი ეს არის. ამით თავს ვიცავ მარჯვენა ხელი? რა თქმა უნდა. აი მაგალითად შემტევი დარტყმებისგან ვიცავ თავს. გასაგებია. შემდეგ გადადივართ დარტყმაზე. პირველი დარტყმა როგორია? მარცხენა პირდაპირ. ეგრეთ წოდებული ჯები არის პირველი დიახ, სწორად მოდიხარ. იგავი უნდა იყოს, გვაქვს მუშტი უნდა იყოს. პირდაპირ წინ მიდის და ბოლოში ტრიალდება მუშტი. ერთსა მე გაჩვენებთ. კარგი. გავიდა 1 ისე 2, მაგრამ როდესაც ბრუნდებით, ქვევით არ ჩამოწიოთ ხელი. ყოველთვის ზევით ატოვეთ. ნახეთ, დავატყვით და ჰორიზონტზე იმავე ხაზზე დავბრუნდი უკან. აი ხო, ჩადოთ ერთად. ეხლა არ მოიმზადოთ, აი ადგილიდან წამოიღოთ.
ერთი, კარგია, სწორია, ორი. თან დატყმის დროს აუცილებლად უნდა ამოვისუნთქოთ. სუნთქვას აქვს მნიშვნელობა, ესე იგი. აი ეს გაგვიმარტეთ კარგად. როდის ხდება ჩასუნთქვა და როდის ამოსუნთქვა? სუნთქვას და ორგანიზმის ჟანგბადის მიწოდებას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ამიტომ, როდესაც ჩვენ მზადებას ვიწყებთ კომბინაციისთვის ან დატყმის განსახორციელებლად, აუცილებლად უნდა ჩავისუნთქოთ და დატყმის დროს, დატყმის პროცესში დარტყმასთან ერთად უნდა ამოვისუნთქოთ. ვთქვი. ესე. დიახ, ამოვისუნთქეთ. არ ვიჩქაროთ და ჩემ ნიშანს დაელოდეთ, კარგია? დავით, მე მაინტერესებს, არის თუ არა ის წესები, რომელიც უნდა დავიცვათ ვარჯიშის დროს, მაგალითად, ანუ არ მაქვს უფლება რამე გავაკეთო. აკრძალულია კიკბოქსინგის პროცესში რაღაცის ჩადენა, ანუ არ შეიძლება ზოგადად ამ სპორტში აი ესე გამოყენება. პირველ რიგში უნდა დავიცვათ ჰიგიენის წესები. განსახდელიდან დარბაზში აუცილებლად ტატამზე უნდა შემოვიდეთ ჩუსტებით, რადგან რაღაც გარკვეული ბაქტერიებისგან თავი დავიცვათ. ეს არის ჩვენი უპირველესი წესი. მეორე, ყველაზე მთავარი არის სოციუმი, ერთმანეთთან ურთიერთობა, რაც შეიძლება ჰუმანური და მეგობრული ურთიერთობა უნდა ჰქონდეს და მესამე არის იმ წესების დაცვა, რაც ზოგადად ქმნის და აერთიანებს კიკბოქსინგს. წესების დაცვა რას ნიშნავს? პირველ რიგში მსმენელის მითითების მოსმენა, მუშაობის დროს, სპარინგის დროს აკრძალულ დარტყმაში დარტყმა და იმ ჩვენი განაწესის მიღვა, რაც აერთიანებს ზოგადად სპორტს, ინტელექტს და კულტურას ყველაფერს ერთად. გასაგებია. დავით, კიდევ ვკითხავთ. მე როგორც ვიცი, ამ დროს ჩართულია რა თქმა უნდა სხეულის ყველა კუნთი, განსაკუთრებით მუშაობს ხელები, მკლავები და ძალიან კარგი არის ასევე გულის კუნთის მუშაობა. მიმდინარეობს ამ დროს. იცი რა მაინტერესებს? რას გვეტყვით თვითონ მენტალურ განწყობაზე? ანუ ჩვენს ემოციებზე რამდენად კარგად აისახება ზოგადად კიკბოქსინგი? ზოგადად გიცვათ 6-დან 12 წლამდე ასაკისთვის კიკბოქსინგი არის და ზოგადად სპორტული დატვირთვა არის მნიშვნელოვანი, რადგან მათი ფსიქოლოგიური და ფიზიკური განვითარებასთან ერთად განვითარებს სოციუმის, ანუ სოციოლოგია, ანუ ვითარდება. ასევე ჩვენ საბრძოლო ხელოვნებათა ესეთ ძალისმიერი სპორტი გვეხმარება რაღაც დაბრკოლებების გადაახვაში, როგორც არის თავდაჯერებულობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაში. არის შემთხვევები, როდესაც ჩვენ რაღაც საკუთარი თავის იმედი არ გვაქვს, ან რაღაცის გვეშინია, ვიცით, გვაქვს იმის შესაძლებლობა რაღაც დავამტკიცოთ, ეს იქნება განათლება, სპორტული აქტივობა თუ არა აქვს მნიშვნელობა, მაგრამ რაღაც გამბედაობის პრობლემა გვაქვს, ხო? ჩვენ ამას ადრეულ ასაკში ხშირად ვაწყდებით, მაგრამ ამხანაგური შეჯიბრები, ეს სპორტული რაღაც ეს ერთმანეთში სპარინგები ეხმარება რაღაცები გადავლახოთ. ძალიან დიდი მადლობა დავით იმისთვის რომ იყავით ჩვენი დილის სტუმარი. მე მაყურებელს შევახსენებ რომ ვინც დაინტერესებული ხართ კიკბოქსინგით, ძალიან საინტერესოა. მე ჯერ ეხლა დავიწყე სწავლა და დაგემშვიდობებით და გავაგრძელებ, ასე რომ აირჩიეთ თუნდაც სამოყვარულო დონეზე ან თუნდაც თუ გსურთ რომ გახდეთ პროფესიონალი, კიკბოქსინგი მართლა კარგი არჩევანია. ბედნიერ და წარმატებულ დღეს გისურვებთ.